სალამი, მე ვარ კახამშვიდობაძე, დამდგმელი ოპერატორი და ფოტოგრაფი. დავიწყე ვიდეოების ახალი სერია, რადევს ვიდეო ოპერატორის და ფოტოგრაფის ჩანთაში. ვფიქრობ, რომ ერთმანეთის გამოცდილება და ერთმანეთის ჩანთაში რადევს ეს ძალიან საინტერესოა და ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ახლა ვიმყოფებით Red Panda Rental-ში, სადაც დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის გამორჩეული ოპერატორი, რომელიც გვაძლევს ისეთ ხედებს და ისეთ კადრებს, რომელსაც ესე ყველა ოპერატორი ვერ მიაღწევს მარტივად. ეს არის რა, მთაში ადის 5000-7000 მეტრზე და იქედან მისი თვალებით ვუცქერთ დედამიწას, ესე ვთქვათ. ეს არის ნიკა ლებანიძე, ძალიან გამორჩეული ადამიანი არის. სალამი ნიკა. კი, პირველ რიგში ძალიან კარგი არის მომწონს, ეთყობა ეს პროფესიონალიზმი რა. ანტურაჟს გულისხმო? კი, აი გარემო რა, იმიტომ რომ ისეთია რა, ცოტა დავიძავე რომ მოვედი ხა. YouTube-ი რომ ვიხარ, ველოდებოდ მეთქი მოვა, ეხლა დავждებით მომლიკა დადგება კამერასთან და მორჩა და აქ თუნდაც მთელი განათებები და ამბავი. ეგ არის მთელი ამბავი, კი ბატონო. მაგრამ გვინდოდ ესე ადვილად ვერ არა ხო? რაღაც გვინდოდა რომ პროსტა რაღაც ანტურაჟიც ისეთი ყოფილიყო რა, რა თქმა უნდა ახლოს. კი და ძალიან კაი საქმე, იმიტომ რომ წეგან რა თქვი მართალია, ჩვენთან დიდი პრობლემაა ტექნიკის რა, ანუ რთულია დატესტო ის რაც გინდა. ან ეძებ რაღაცა მეებში ინტერნეტით ვის რა უწერია და ზოგს ისეთებს უწერია რომ საერთოდ შეხებაც არ აქვს და მარტო თეორია იციან სიტყვაზე და ეხლა შენი მეშვეობით ძალიან ბევრი გაიგებს ალბათ პრაქტიკაში ამა თუ იმ ტექნიკას რა გამოყენება აქვს და როგორია ზოგი კარგი, ზოგი ცუდი და ასე შემდეგ. აი მიზანიც ეგ არის რა, ეხლა რო ყიდულობ რაღაცას, მერე შენ რომ მოიდგებ შენ თავზე, ეგ შეგიძლია გაუზიარო რა, მარტივად, იმიტომ რომ ზოგმა გაამართლა და ზოგმა ვერ გაამართლა ნაყიდმანივთებმა რა, მერე ზოგს ყიდულობ და წარმატებები მაგარი საქმე ძალიან. სხვანაირ ვიდეოს იღებ რა, აი ისეთ ადგილებში ხვდები, სადაც ყველა ვერ არის რა, სპეციფიკაა და საინტერესოა რა. კი, თან ჩვენ ანუ მთელ მსოფლიოში აი ყველგან მაგას ვიძახი, არის დეფიციტი ლოკაციების და გარემოებების რა, ანუ მქონია შემთხვევა რაღაც ერთ-ორჯერ რაღაც დიდ არ მინდა სახელების და გვარების დასახელება ამ კომპანიების, დიდი კომპანიების, ერთ და იგივე ლოკაციაზე სხვადასხვა პროექტზე მიმუშავია, იმიტომ რომ გარემოს სხვაგან ვერ პოულობენ და საქართველოს არის ერთ-ერთი ეგეთი პლატფორმა, სადაც შეგიძლია ერთი კადრი უდაბნოში გქონდეს, მეორე ზღვაზე, მესამე მყინვარზე. ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში. და ეს გვაძლევს მაგის, ასე ვთქვათ, პოტენციალი გვაქვს, რომ ჩვენი პროფესიის ადამიანები ბევრად უფრო წინ წამოვიდეთ რა. აი შენ დადიხარ ხშირად მთაში, ზამთარ ზაფხულში. კი. და შენი ჩანთა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო იქნება. ეხლა რო არ მოგატყუოთ, ჩემი ნამდვილი ჩანთა რაც არის, რაც მთაში დამაკ. ის რო აქ მომეტანა, არ შემომიშვებდი ალბათ, ისე დრეში მაქვს, მაგრამ რეალურად ამ ჩემ ჩანთას აქ რაც არის, პრაქტიკაში ძალიან კარგად ხმარობ და ეხლა მაგალითად ამ ზამთარს რა პროექტებზე ვიმუშავე და ეხლა ხვალაც ისე მივდივარ სადღაც გადაღებაზე თუ ამით მოძრაობ რა. ძირითადად. თუმცა არის შემთხვევები, როცა მაგალითად საზღვაო ჩანთა უნდა გეკეთოს ABS ვეძახით ჩვენ, რომელიც არის ესეთი ტიპია, უკან ბალონები აქვს და ზღვაში რომ მოყვები ამას ხსნი და დიდი ბურთი იშლება უკან რომ არ მოყვდება და აი იმაშიც კი ვანთავსებ აპარატურას გადაღებაზე მაგის გარეშე თქვა არ დავდივარ რა. ხო, ეს როცა ალბათ როცა რაღაცა სპეციფიურ 7000-ზე რო ადის. ძირითადად აი ამას ხმარობ. ეს არის და საკმაოდ კვაყოფილიც ვარ რო არ მოგატყუო. მანფროტო არის. ხო, აი ეგ უნდა მეკითხა რა ჩანთა. ტალახიანი არა მოატრიალო ეს. ტალახიანი პირიქით კაია, მოდი შევხედოთ როგორი ტალახიანი. ჩანთა თუ არაა ტალახიანი, ესე იგი არის. ესე იგი აი მანქანაც ეგრეა რა. კი, მანქანას რო აკრათ. 20 წლის მანქანა აქვს და 5000 აქვს გარბენი. ხო, აი ეგეთი არის. ჩანთა რო დასულია კაია. ეს ჩანთა ნორმალი, დიდად რო გითხრა რომ აი ძალიან კომფორტულად ვარ და რაღაცა, რომ მე ცოტა პრაქტიკოსი ტიპი ვარ ხოლმე, დრო ცოტა მაქვს და შესაბამისად ანუ არ ვზოგავ ხოლმე ჩემ თავს, თქვა შემეძლო სხვანაირი ჩანთა მეყიდა, რომელიც ბევრად კომფორტული იქნებოდა, ცოტა მაღალი, კარგად მომჯდარი, სრიალის დროს, ფრენის დროს მეხმარა, მაგრამ ქალაქშიც რახან დავდივარ, ანუ მე იქაც რო ვარ, მაგიტო აი საშუალო ის გამოვიყვანე რა.
აქ პრობლემა რაც მქონდა ლეპტოპის ამბავი იყო, იმიტომ რომ მე თან ადგილზე ვამონტაჟებ ხოლმე ხანდახან ესეა საჭირო. და ცოტა დიდი ლეპტოპი მაქვს და ამაში ვერ ვატებ მაგალითად რა. ოკეი. კაი, ანუ ლეპტოპია ამ ჩანთის მინუსი, ესე ვთქვი. კი. დანარჩენი, რა ვიცი, ისეთია რა. ოკეი. კაი, დავიწყოთ ნელ-ნელა. კაი, შიგნით რა დევს? ნელ-ნელა რა ბევრი არაფერი არის, მაგრამ რაც დევს. მე ვცდილობ რაც შეიძლება ცოტა რაღაცები ვატარო რა. ხო. ანუ იმიტომ რომ წონას დიდი მნიშვნელობა აქვს და პრაქტიკულობიდან გამომდინარე მირჩევნია ყოველთვის რაღაცა კონკრეტული რაღაც მქონდეს, აი თქვათ. ხო და მოდი დავიწყოთ მაშინ ჩანთაში რა გიდევს რა. ანუ GoPro-თ დავიწყებ. აი მაგალითად ჩემი საყვარელი GoPro 12 მაქვს. დიდი კმაყოფილი რო არ მოგატყუო, არ ვარ და ვინც შეიძენს თქვათ და ვინც დააპირეს ამ ექშენ კამებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კაროჩე, სიციოზე ერხევა რა. ერხევა ელემენტს თუ ჭედავს. ანუ მთლიანობაში ელემენტის ხარზე იჭედება ხოლმე ხშირად. აი, ძალიან მაგარი რეკლამა უკეთება. კარგი ბევრი საქმეს გამიკეთა ამან, ანუ ძალიან დიდ სიმაღლებზეც მიტარებია, თან რაც უფრო ახალი მოდელები, უფრო დაიხვეწა და ეს პრობლემა ნაკლებად ეხსნება რა. მაგრამ მთლიანობაში აი ცოტა ისე ვარ ხოლმე ყოველთვის, ანუ სულ დამოგ ჯიბით მაგალითად, როცა მივიდიო მთაზე, რო სითბოში უნდა მქონდეს იმიტომ რომ არ გაცივდეს. რო ცივდება სხვა, აი მქონია მე დავფრინავ კიდევაც თქვათ, რომ აი რაღაცა გამიკეთებია, მაგარი მანევრები მიმიცია, რომ ვაუ და რაღაცა და ჩამოსულ ვარ და გაჭედილი დამხვედრია. ბევრია რა ეგეთი. სამწუხაროდ ეგ შენ კამის ხშირად აქვს, ეგ ხა GoPro-ს არც ანტირეკლამა მინდა, არც რეკლამა იდეაში, მაგრამ კაროჩე, კაი ტიპიც არის პახოდუ რა. კი, ან ბევრ რაღაცაში ძალიან კარგად გამოიყენება. უფრო მეხმარება, ვიდრე არ მეხმარება. კაი, გავაგრძელოთ, აბა წეგან დრონი ახსენე. ხო, დრონი. მეორე ისეთი რაც must have. აი, დრონი არის, მოკლედ მქონდა ისა რა ქვია, მინი 3 მაქვს, მაგრამ დაკისილი მქონდა ხა ფრთები და დავაგდე და ეხლა გვაქვს სხვათა შორის YouTube-ით ვიყიდეთ რა ეს. ხო. YouTube-ის მონეტიზაციით ვიყიდეთ დრონი. YouTube-ზე იმდენი გამოი. ხო, იმუშავებს რა, თუ აწყობ რა, ცვეთში, ანუ არაფერი არ დაგვიმატა. აი ეს ტიპი რა. ეს არის AR3S. AR3S. აუ, აი პიროვნება არის რა. აბა მოყევი შენ როგორ იყენებ ამას და. აი ეს არის AR3S. გაუშალოთ ბარემ ხდებით და. დატეხილი არ ქონდა დაგლი. პირველივე აფრენაზე ჩამომივარდა, ხო იცი? მართლა. ხო, YouTube-ზე ვიღებ ნინუცას ჩანელზე და კაროჩე ჩამომიტანა მე იქ ვიყავ მარიშკამ და ნინუცამ, რომ აი დრონი ვიყიდეთ YouTube-ის ფულით და რაღაცები და უთიდან ამოვიღე და კაროჩე კადრს ვიღებ, ამას ზუმი აქვს რა. 70 აქვს მე მგონი, მოდი პირიქით დავდებ, უფრო კარგად იმას გამოჩნდება და ზუმს აქვს როგორც იმაში, რომ მიჩევება უნდა რა, არა და დრონზე მართლა პირველი საქართველოში ჩამოვიტანე მე იმინდა რა ქვია. პორტუგალიაში იყო რაღაცა პრეზენტაცია, გადაღებაზე ვიყავი და ძალიან ძვირი მივეცი და ეგრევე აი ხამივით ვიყავი და 2 დღეს ჩამომივარდა გადავაგდე. და ამ ზუმზე ანუ ვერ ზომავ რა, სად არის დრონი რა. ხო. და რაღაც მაგარი კადრი მაქვს და ვიღებ და თან მე არ მიყვარს მან ისა რაც აქვს რა ანუ სინე აქვს და ნორმალი რა ვიღებ ხოლმე სპორტზე ანუ ხელზე მაქვს რა ყველაფერი და არ მუშაობს ხელზე არ გიჩერდება რა და კადრში რომ შემოვიდა ტოტი მივხვდი რომ დახელდება და შემტოვე ხეზე რა ეგ ცუდი ამბავი ძალიან კარგი ხარისხი აქვს აი რა ვიცი ჩემთვის ამ წუთას ყველაზე იდეალური ეს ზომა არის და ეს არის იმიტომ რომ არის მინი 4 კიდე მაგრამ იმის მატრიცა ცოტა პატარა არის და გამოსახულებაში ძალიან დიდი სხვაობაა დადო თან ეს ახალი მოდელი რო არის ბევრად უფრო კარგი აკუმულატორი აქვს უფრო დიდხანს რამდენ ხანს გიძლებს 40 წუთი უწერია მაგრამ ნუ მაგნეს არ ვაფრენ მაგრამ ბევრს ძლებს რა ხო და სიცივეში და ეხა უყურე რა შესაძლოა სიცივეში და სითბოში როცა სითბოში აფრენ დრონს შეიძლება უფრო მეტი დაწვას და უფრო ცოტა ხანი იფრინო ვიდრე სიცივეში იმიტომ რომ გახურებას რო იწყებს ამას სჭირდება თავისი კულერები ერთვება და კულერების ხარჯზე მიდის მე აკუმულატორის ხარჯვა ელემენტის ამიტომ სიცივეში ერთადერთი მე რაც მქონია ბევრ დრონზე მქონია პრობლემა აი -30 და კიდე ზევით როცა არის გამოსახულებას დარხევია ოდნავ რა ანუ გულისხმობ ხო რაც გულისხმობ გიმბალს აი მოძრაობაზე ხო რა ცოტა გაუჭედია რა და კიდე იყო შემთხვევა სხვათა შორის აქ იყო იმაზე რა ქვია კოჯორში
კაი ყინვა იყო და თოვდა, მაგრამ და აი, კაროჩე, ძალიან კარგი სტრუქტურა ეძლევა ხოლმე ხეებზე ამ თოვს და ხარში. ძალიან ლამაზია, კი. და მან გაიკეთა ისა, რა ქვია, ყინული. ყინული გაიკეთა სად? ფრთები იკეთებს ყინულს. ანუ 80% დიდ სიმაღლეზე, ანუ ძალიან სიცივეში ვაფრენ. თან ეს როგორა სითბოში გაგნა, მე გაგაკ იდეაში გარეთ. ყინულს იკეთებს და ეგ არის ძალიან გასაფრთხილებელი თემა, იმიტომ რომ ვიზუალურად ვერ ხედავ. ეს ვერ ხვდება რომ აქ ყინულები აქვს რა და აი მე ხო გეუბნები და ჩამოვარდნის ალბათობა იზრდება. მეტი არის ხო რა. ესე იგი DJI-მე ხა უნდა იფიქროს იმაზე. იფიქრებენ სავარაუდოდ ისე დაასენსოროს ეგ რა. რომ აი რა ვიცი მე ხელები მაქვს აწეული რა. მე კონკურენტი არ ყავს DJI. აი ბარემ ვიტყვი რომ მე გამოვიწყდება. აი DJI-ის მიკროფონები გვაქვს კიდე ჩვენ. ხო ეს. და ვერ გაგვიქაჩა. ანუ აი ხას დაუტოვეთ იმაზე გარანტიით ქონდა ნაყიდი ერთ-ერთი მაღაზიიდან და ალბათ გააგზავნიან უკან რა. ანუ სუსტი გამოდგა, მე პირადად რა შეხებაც მქონია. კაი, ბარემ თქვი რა სისუსტეები ქონდა მაგას. ანუ აი ხა მაგალითად გაგვიჭედა, იმან რა ქვია, ესე ხმა მოდის, ჩვეულებრივად იწერება, მაგრამ აი სუსტი ჯეკების შესაერთებელი იქონდა. და მანდა გვაქვს პრობლემა, ხრიწის კი არა, საერთოდ ხმა არ შემოდის, მაგრამ მანამდე ქონდა კიდე ერთი იმას ხმა ხრიწის თემა იყო რა. ორი იყო თუ ერთი? ბიჭო, ორი ვაფშე გაითიშა. და ეხა არა ისა რა, ჯეკი რაზეც ერთდება, იმას აქვს პრობლემა რა. ანუ მიკროფონებით ამუშავებდი. მიკროფონებით ვამუშავებდი, ხო. თავის შიდა მიკროფონით და არა იმით. არა, პეტლიჩკის ხარ მიკროფონი. პეტლიჩკის პონჩ მიმღებს რა პრობლემა რა. მიმღებ ხო შეერთებული გაქვს კამერაზე. კი, მივხვდი ხო, რაც კამერაზე გიტენი. ხო, მაგრამ მთლიანობაში აი ძალიან კარგი არის. როდეზე ეგ პრობლემები არა. აი როუდი მაქვს მეორე ზაპასში რა, მაშინ სათადარიგო ბოდიში. და როუდის პრობლემა რაც მქონია მაგალითად მალეჯდება. უფრო ვიდრე ის. კი. ხო და აი მოკლედ ამ მიკროფონების თემა ეგ არის რა, რომ აი მაგრამ აი ბევრად უფრო კომფორტული გახდა, იმიტომ რომ კამერაზე სამაგრი, ეს უფრო სუბუქია რა თან რა. აი ჯიბეში გიგდია და რაღაცეები. ხო, აი ამაზე მინდა ერთი პრობლემა ვთქვა კიდე, რომელიც ძალიან გამაწვალა რა, კაროჩე, აი რამდენადაც მიყვარს, აი მართლა მიყვარს, ყველგან ვატარებ. ანუ ცუდ ამინჩი მე ვიცი ხოლმე კაროჩე, მთაში როგორ აიცი, რუბელი შემოვა, ცუდი ამინდი გაქვს, ააფრენ ერთი 150-ზე, 1000-ზე ადის თან. ეს პლუსი რაცა, 1000 მეტრი ძალიან ბევრი არის რა, ამისთვის რა. რუბელს წდები და იცითება, კაროჩე. ის რასაც გვანახებ ხო რა, და მე უკან ხოლმე ჩამოხვიდე და ამის სენსორები ეტყობა ისე იმდენად ზნობიარი აქვს, რომ პრობლემა ხდება ღრუბლის მასა. და გაძვრენა. ფიფქი შეიძლება წვიმაც იყოს და იჭედება ხოლმე, არ ჩამოდის. და ავტო ლენდინგი და რაღაცეები მე ძირითადად ხო გითხარი წავა ხელზე ხმარობ დაჟე ხანახა მანქანიდან არ გადავდიოს გადაყოფ მოვაფრენ შემომყავს რა რომ აი ხა სვანეთში აი ამ გასვლაზე მქონდა იქ პრობლემა ზუსტად რომ გაიჭედა რუბლის აკუმულატორი მქონდა საკმარისი ელემენტი და მომიწია არ ჩამოვიდა და მომიწია თვითმფრინავებზე როგორც ხარ პარაპლანით აიგრე რომ ესე გადიხარ შემოდიხარ და აი ეს სპირალურად დაუშვი რა მართლა ეს დიდი პრობლემა არის ამისი რა აი როგორი ის მნიშვნელოვანია მთაში რომ მოძრაობ როგორ ნიუანსები იმიტომ ეს ნიუანსები მაგალითად ვინც ქალაქში იღებს მაგისტრის ეგ ხო არ არსებობს უყურე მე კიდე ერთხელ გავიგე თეორეტიკოს ტიპი არ ვარ ეხლა რომ მითხრა აი დიაფრაგმა რამდენზე არ ვიცი შევხედე მომწონს ვიღებ რა კაროჩე რა ანუ სხვა მიმდინარეობა ესე ვთქვა და პრაქტიკულობიდან გამომდინარე აი ეს პრობლემა კიდე და მაგ დროს ბოდიში ანუ მაგ დროს ესე სპირალურად უნდა დავუშვა ყველაზე კარგი თემა რაც არის ანუ წინ და უკან სიარული, აი ესე გაწევ, გამოწევ და მაგ დროს ჩალიჩობ დახრას და მაგ დროს ამ ფიფქებს ცდება, გადის, გამოდის და იმაშება. როგორც კი გაჭედავ და შენ დაიწყებ ქვევით ჩალიჩს, ხო? შანსი არ არის რა. ტყუილა ხარჯავ ელემენტს რა. და ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც თქვათ არა აქვს დიდი ხნის დაწყებული ფრენა, ვიზუალური კონტაქტი არსებობდეს ყოველთვის დრონთან რა. რომ მიახლოებით ხედავდეს სად არის აი ეს რითვერ მოიგონეს აი ეს ტიპები რა აი ეს აი საშინელება რა იკარგება ხო? ანუ აი ეს ტიპი უნდა მოხსნა, ეხლა წარმოიდგინე ზურჩანთა ქარი, ხელთათმანი და აი ამ ტიპს უნდა გაუკეთო რა, კაროჩე და ეს არის დაბრედვა რა, ანუ ეგ ჩასაკეცი რა მე ან ჩასაკეცი რაღაცა, არის გაქვს რამე?
აბა შემოიტანე. ამან დამბრიდო, ბიჭო, რა დადღში ვარ, იცი და თან ეს რო თოვლში ჩაგივარდეს, აი 2 მეტრა თოვლი რო არის. ვეღარ აგნებ რა, ანუ მოიტანე. რა კაი кейს. ნახე, რა ხულიგნობა გაქვს მოფიქრებული? ეს რა არის? დასახული. ზედა ქავე. და პირდაპირ მაგაზე ხო, აი, მუმლიკას რჩევა. ბარემ. პრობლემას აღარ და ეს აქედანო იძება, მეღადავები, გამოიწერე თუ სადმე არის. არის? ეს უნდა ვიყიდო ამათი. ეს კაი თემა არის. აი, სხვათა იცავს მზისგან რა. ბიჭო, ხო, ჩრდილისგან. ხო და ეხა იცი რა იქნება, რა მოხდება? ეხა შენ წახვალ და ამას იყიდი. ბაზარი არ არის. სად ვიყიდო? კოპტერში. კოპტერში მიყვა შაკოსთან და მოკრაგოსთან. всё, ბაზარი არ არის. აი, გავაგზავნოთ, აბა რა გაქვს კიდე ისეთი ჩანთაში. ხო, ჩანთაში ეხა დავიწყოთ ჩიპები ჩასადები. ხო, ნუ ეგ. აი ესეთი ტიპი. პროგრეიდი და ლექსარი. პროგრეიდი მე მიყვარს ძალიან კაი ფილმია. თავი დამანა. მე რა ხო? Sony და Canon-ის თემა არის, ხო? ჩხუბობს. მაგრამ ხო, ეს და power bank-ი სულ თან უნდა ქონდეს, არიცი რა ხდება რა. მეც ეგ მაქვს აკრას. Xiaomi. თან ეს პატარა, ხო, Xiaomi. ხო, დიდები მე თვითონაც ისედაც წონაზე არის პრობლემა რა. ჩანთაზე იმაგრებ, მზის ელემენტი არის. და გიტენის, ოღონდ მანდ არის ესეთი ამბავი. ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს. იაფიანები, მაგრამ ყოველთვის ყველაზე ძვირი რაც არის ჯობია ფული არ დაინანო და ბიუჯეტი მაგისთვის რაღაციდან მოძებნო და ხარისხიანი იყიდო რა. ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა და არის ძალიან ეფექტური. წარმოიდგინე ზურჩანთა მოკიდებული 5 საათი შეიძლება იარო 2 კადრისთვის რა სადღაც რა და ეს 5 საათი იტენება ტიპი რა. რაც უფრო ხარისხიანია, უფრო ნაკლები მზე ჭირდება. სხვათა შორის ეგ ძალიან ახლა მომრავლდა ეს მზის ენერგიაზე მომუშავე სხვადასხვა ტიპის დამტენები რა, power bank-ები, პირდაპირ სტენის, ცალკეც არის და ესეთი მოგზაურებისთვის ძალიან კარგი რაღაცები გაჩნდა რა. კი, დაიხვეწა ხო რა. აი, შემდეგი, აქ არის. მან კიდე რა გიდევს? ND ფილტრი არის 0 ვიანია მეგონა 3 ცალი მაქვს აქ. ბიჭო რა ბრენდი არც ვიცი რა, იმას ვიყიდეთ. Made in Japan აწერია რა. ეს ჩეის არის ეს. კი, კაი, ანუ ეს ხვალზე ხარ, ანუ ამაში ფული არ უნდა დაგენანოს რა. რა ობიექტივიც არ უნდა გქონდეს ცუდ ფილტრს დააყენებ. გამოსახულება 10,000-იან ობიექტივზე დააყენებ $100-იან ფილტრს, ან $40-იანს და გექნება $50 გამოსახულება რა. ზუსტად რა და მთაში და ბუნებაში ეს აუცილებელი ატრიბუტია. რაც შეეხება ლინზებს. აბა, ნუ 24-105 კლასიკა არის. ხო. ჩვეულებრივად. 4-დან 2-იანიო? ხო. ხო და მთაში ოკეია, იტანს, მოკლედ. Canon-ია. ეგ ვიცი შენ საყვარელი ლინზა. ანუ ამტანი არის რა, ანუ სხვათა შორის Sony-ს აქვს ერთი ძალიან მეოსება, კროპი კი არის 18-200-ზე არის რა, მაგრამ გამოსახულება იდეალური არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ კუთხე ისეთი აქვს, რომ ჩემ სიტუაციაში 3 ლინზის მაგივრად ერთის ტარება შენ თუ ეგრე არის შეგიძლია იყიდო 24-240. გვაქვს? კი, არის Canon 24-240-ზე. ნუ იგივე დიაპაზონში, არა, მოძრავი 5-6-3 თუ რაღაც ეგრეა რა, არ მაქვს. ხო, რა თქმა უნდა იმაზე. იაფიანია. კი, იაფიანი არ არის, არ ღირს, ძვირითადად რაღაცა $100 ფარგლებშია. ხო, ეს აყიდელი გვაქვს. ანუ რა 18 ერია? რეფია, კი. შენ კამერაზე, რომელიც მგონია რომ გაქვს აქ და ხედავ რაც არის, ეგ 240 შეიძლება გახდეს 480, ასე რომ ხო? კი, და გეტყვი მე როგორ. ხო, მე ერთი ტექნიკა მაქვს შემუშავებული სანამ კამერამდე მივედი და გეტყვი შეიძლება ეგეც იყოს რა. ანუ ეს არის. ანუ ამას იყენებ ყველაფერში რა. ანუ თაში ეგ დამაქვს ხოლმე. კიდე მაქვს ძველი აი მოკლედ ეს არის კალაშნიკოვი რა. მაგრამ ამას უფრო ფოტოს როცა ვიღებ მაშინ ვიყენებ რო არ მოგატყუო რა. 60 ეს რომელია? 100-400 არის, იმიტომ რომ პირველია და ძველია რა კარჩე და ეს ანუ ადრე Canon-ი მქონდა სანამ მე სხვაზე გადავიდოდი Sony-ზე და შემომრჩა რა და მიყვარს უბრალოდ რა და გადამყვანით ხმარობ, მაგრამ აი ძველია რა, რო არ მოგატყუო. ამის კაი ლინზა არ არის ეგ და დღეს სალაპარაკოთაც აღარ ღირს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნახე როგორ გაჭირდა აი Winchester-ს რო გადატენე ხო აი ეს მაგრამ ეხა მინდოდა გამომეწია და რაღაც ვარისფინი. არ არის ლინზის ბრალი, ეს არის ჩემი ბრალი, არ მოუარეს სწორად. 100-400 გადამყვანით და ეხა ამბობთ კამერა. კამერა.
ეხლა კამერა, შენ გაგიხარდება რა. მე გამიხარდება ვიცი. აი, ჩემი ბოლო სიყვარული არის ეს რა. ეს არის R5C. სი, კი ბატონო. და ამაზეც ობიექტივი გიყენია. ამაზე მიყენია P-სატკე 1 და 2-იანი რა. აჰა, 50. ანუ L სერია RF-ის. ხო, აი მიყვარს, იმიტომ რომ აი ხაც რაღაცა სვანეთში უკრამე Red Bull-ის ტიპები ყავდა წაყვანი და ღამე აი შუქის ამბავში აი ფანი ვარ ამ ობიექტივისა, ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, დღემზე მთა და რაღაცები ცოტა ის არის, რა ქვია, იმიტომ რომ მაინც არ არის რა, ბოლომდე მაგის თემა. მაგრამ ხა ფიქსები ნაკლებად ექსტრემალური სიტუაციების ხო, მაგრამ გამოსახულებას მაძლევს ისეთ მაგარს, აი როგორც კი მობნელდება, მზე ჩადის, ანუ პორტრეტებია გადასაღები, რაღაცა ქოხია, რომ მართლა გეუბნები ამის ფანი ვარ რა. ყოფნის ISO კამერის? კი. ანუ კამერას პრეტენზია არ მაქვს. ხო. ძალიან კარგად ვმუშაობ. არ ვიცი, შეიძლება მე მანამდე Sony-ზე ვმუშაობდი, დიდიხან 10 წელი მქონდა Sony რა. და ისიც მიყვარს რა, მოკლედ. ანუ რა. ხო და დანარჩენი, ანუ ამის ჩემთვის პრობლემა რაც არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის რომ ელემენტი ცოტა მალე სვავს. სხვა კამერამენებისგან და აი შენგან განსხვავებით მე არ შემიძლია გრიდი ავაწყო ისე რომ დიდი აკუმულატორი გავუკეთო ისე და რაღაცეები, ერთი 5 ელემენტი მაქვს მინიმუმ რა. ეგეთყვი გამოსავალს. აი. გამოსავალი, ნუ ერთი არის ეს power bank-ი, შეგიძლია პირდაპირ მაგაზე დაამაგრო. ხო. ხო. ერთი გამოსავალია, მაგრამ მეორე გამოსავალი არის ახალი ელემენტი. გამოვიდა ამის ახალი ელემენტი, პეთი მთავრდება მოდელი, რომელიც ძლებს 90 წუთამდე. აი მიხდე და ამის გამო ამაში რამდენ ძლებს? მაგაში ძლებს 90 წუთამდე. ერთ თემა არის, ეგ უნდა მოვიდე. ეხა ეს თუ შენ გიძლებს სადღაცას 1 საათი power mode-ში, საათზე ცოტა მეტი, power mode-ს თუ ჩაურთავ ამას რა. ხო. მაშინ გიძლებს საათზე ცოტა მეტი, უბრალოდ brightness ვერ წევ მონიტორზე მე მაღლა. მაღლა, ხო? ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ მე მონიტორსაც არ უყურებ საქმეს მაგაში, იმიტომ რომ მზე რო არის და ეს რაღაცა ჯერ სათვალის მოხსნა პრობლემა არის. ანუ ამაში Finder-ში მიწევს ყურება. კიდე რა, აი ხო, ვარე მე რო აი ეს ტიპი არის ძალიან მაგარი რაღაცა რა. ოკეი. ანუ აქ მეორე ზურგჩანთაზე მაქვს რა. ეს სამაგრია და პირდაპირ წყაბ. წყაბ და იმაგრებ. წყაბზე არის რა, ანუ ეს არის რაღაცა გამოსავალი არის რა და ძალიან მაგრა მაგაზე ბოდიში სადაც მანდვართ, არ უნდა დაინანო ამაზე თანხა. ხო. ბაზარი არა, იმიტომ რომ ამაზე ეგ უნდა იყიდოს საუკეთესო. ეს და end filter-ის თემა არის ზუსტად რა, ანუ ეს თუ სუსტი იქნება და არა გამძლე, სადღაც გამიფრინდება კამერა და $15-20 გამო გადავაგდებ დიდი კამერა. კი ბატონო. ხო და თვითონ კამერა ძალიან კომფორტულია ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირი არის რა, გემრიელად მიჭირავს ხოლმე. გამოსახულება ამისი, მე რაღაცნაირად სულ ერთი რა ვიცი, სულ Sony-ზე ვიჯექი რა. ამის გამოსახულება მომწონს რაღაცნაირი ტიპია რა. მეც მომწონს. ბოლო პერიოდი დავიწყე რონინით გადაღება რა, ესე ხშირად არ ვაღიარებდი ხოლმე რონის, მაგრამ ნუ მიწევს და რავი, ძალიან სიამოვნებს რა მოკლედ რა, P-სატკა განსაკუთრებით. და რაში იღებ ხოლმე, ლოგში იღებ ძირითადად მე ფერების დამუშავებისთვის თუ პირდაპირ. ჩვენ ახლა ჩემ მეგობრებს ბარო მიტყვის, ჩვენ პატარა პროდუქშენი რაც გვაქვს, Gorillaz პროდუქშენი, სამივეს გვაქვს ეს. ხო. სამივეს, ანუ სამნი ვართ რეალურად ესეთი ვინც ვარ და ანჩენი აუთსორსზე გვეხმარება ხოლმე. 3 კამერა გვაქვს, 3 დრონი გვაქვს. და რეალურად გამოსახულების ცნობილება ძალიან ცოტა არის ხოლმე რა. შესაბამისად მე ლოგში რამდენჯერაც ვიღებ თაში ნაკლებად. ხო. ანუ იმიტომ რომ ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით, როცა დიდ პროექტებზე ვარ, იგივე Red Bull იქნება თუ რაღაცა Formula 1 თუ ამბავი. post production-ისთვის დრო გაქვს. post production-ის როცა არსებობს, მაგისთვის რა თქმა უნდა ლოგის გადაღება ბევრად უფრო სწორია რა, ანუ 8200-ია ჩემი პიკი რა სიმაღლეში რა, ანუ იქ თეთრი არ არსებობს რა, ულტრა ლურჯია ყველაფერი რა. ანუ იქ გამოსახულება მქონდა რაღაცა გაუგებრობა რა, კაროჩე, მაგრამ მიუჩვეველი, ან გაუგებრობა კი არა, მიუჩვეველი კი, იმიტომ რეალური ეგ არის რა და აი სიტყვაზე ცოტა დაბალ სიმაღლეზე 5000, 4000, 3000-ზე
გუდაური აიღე რაც გინდა ხო? დაბალი არის კახა 5000. ანუ აი ქვე რა. ანუ ზის ჩასulis, ანუ რეჟიმი როცა არის, გინდა ამოსulis. ისეთი ფერი ჯდება იქ რომ ბევრი ფიქრი არ გჭირდება. შენ რა გამოსახო შეიძლება ტიროდე და ცრემლი გეძოს თვალში და ვერ ხედავდი კარგად, მაგრამ სასწაული გააკეთე. თავარია დააჭირო ღილოც ხელი. ხო, ან არ დააჭირო. ნუ იქნინებ თავს, ეგრეც არ არის. იმასაც გადაღება უნდა რა, არ არის. არა, გადაღება ხო. მაგაში არ არის. აი, ხო, სადღაც მართალი ხარ, მაგრამ ნუ იმის თქმა მინდა რომ იმდენად მრავალფეროვანი და ლამაზი ეს ყველაფერი კიდე ხო მე და შენ რო ვიყავით გახსოვს ფილმზე მე მგონი ერთად ძაღლები გლებს რო დავსდოდით რა კი ვაშლოვანში ცხოველების გადაღება კიდე ცალკე თემა არის რა ანუ უყურე მე რა მაქვს ნახე ტანზანიაში კილიმანჯაროზე ვიყავ წვერვალზე ასული და საფარიზე დავკპატიჟეს რა იქაურებმა და წავიყვანე საფარიზე რომ სადაც ლომი დარბის მგელმა იშეჭამა თითო კუდა და რაღაცა კადრი რო წარმოიდგინო ორი გამხთალი ეს რაღაცნაირი თქიანი ვიღაც ტიპი ხარი თუ რაღაც მოვიდა წყალთან აქედან ორი გამხთარი ნიანგი ეჩალიშება რომ შეჭამოს იქ ლომი ელოდება ხუთი ცხოველია კი როგორ მორჩება ამბავი აქეთ მხარეს 200 მანქანა დგას კაროჩე 7000 კაცი და ჩოქ და აი რიგი დგას რა აი გამატარე ძმაო თუ რაღაც ანუ რისი თქმა უნდა იცი რომ რეალურად იმას რასაც ჩვენ ხედავთ ის ეგრე არ არის იქ უფრო მაგარი სანახავია იმ ცხოველისგან დანახული თემა აქეთ რა ხდება რა მან გონია რომ უფრო გაცილებით მარტივია კადრის დაჭერა აღება ვიდრე მე და შენ რო ვიყავით და ის და დავსდევდით გლებს რომელიც აი მართლა სათობეზე არ გიშვებს რა უკეთეს და ანუ მაგის თქმა უნდა რომ აი დღეს რეალობაში გამარტივებულია ბევრი რამე რა ანუ რა თქმა უნდა ნიჭი სახათ არ განიხილება, მაგრამ ეს ყველაფერი გეხმარება ამ ნიჭის რეალიზებაში რა. ცოდნა აკეთებს იმას, სადაც შენ ხარ დღეს და ის გამოცდილება და არა გუშინ გამოსული ტექნიკა. იმიტომ რომ მე შენს მუმლიკაც კიდე 1-2 ბარეორი ბავშვობიდან ანუ ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვტრიალებთ და შეიძლება ესე არ ჩანდეს სიტყვაზე თქვათ შენ კიდე მაგარ საქმეს აკეთებ იმიტომ რომ ადამიანებთან და იმ პერსონებთან ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს მიგაქვს ინფორმაცია ტექნიკურად რომ იმან ეს ყველაფერი რასაც თვითონ უნდა გააკეთოს ხელს უწყობ რა ტიპს რა მე და მუმლიკა და ვიღაც ჩვენები, ბებრები, კიდე სხვა თემა არის, ცოტა ეგოიზმი არის, მიხვდი? ანუ არა, თქვენ გამოხატავთ ჩვენს ძერსკობას, ჩვენს კადრებში თუ რაღაცაში რა, იმის იქეთ უკვე აღარ ვართ და ეს რასაც შენ აკეთებ, ანუ ხაზი მინდა გავსვა. აი როგორ გიცოთ, დიდი ღირებულების პონტია რა, ანუ ეს არ არის. უბრალოდ გაკეთებ ახლა, მაგრამ ნუ ეგრეა რა, ფაქტი ეგ არის რა. თუ ბევრ რამეს ისწავლის ადამიანი შენგან, ჩემგან და ჩვენგან ყველასგან რა, თუნდაც დღეს რა მინდას ვის კი არ არის რაღაც ფანპონტი რეალურად რა არის და რეალურად რა მაძლევს იმის საშუალებას რომ ის მივიტანო მაყურებლამდე რასაც ვაკეთებ. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მაგრამ მეც ისეთი რაღაცები გავიგე, რაც არ ვიცოდი, თუნდაც აი დრონის ამბავზე განსაკუთრებით. მეც ერთი 5 წლის წინ გავიგე. ხო, მაგრამ ნუ აი იმიტომ რომ აი შენ ცოტა სხვა გამოცდილება გაქვს. ძალიან კარგი, მე მგონი ძალიან კარგი ეპიზოდი გამოვიდა ეს და მადლობა რომ მოხვედი პირველ რიგში რა. მე კი დამძახა. ცოტა სხვა ტიპის გადაცემასაც ვფიქრობთ მე რომ გადაცემა იქნება ეპიზოდი რავი რაც არის ახლა ეს ამბავი საუბარი. ო, გამოსაწერია. მე როგორც გამოცდილი იუთუბერი აქ ეს უნდა დაეწეროს და გამოიწერეს და რაღაც ხო რა სადაც იქნება. მადლობა, რომ მოხვედი. გაგვიზიარე ის შენი გამოცდილება. მადლობა დიდი. ჩანთაც ძალიან საინტერესო იყო და თქვენ კიდე თუ მოგეწონათ ეპიზოდი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. მადლობთ პრესა.